პირველს ყოვლისა მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მიხარია რომ მეც შემოვერთდი თქვენ გუნდს და კვირაში ერთხელ ერთად ვიქნებით. რაც შეეხება რუბრიკას მრავალფეროვანი საქართველო, საქართველო როგორც აღნიშნეთ, არის მრავალფეროვანი ქვეყანა თავისი კულტურით, ისტორიით, მოსახლეობით, კულინარიით, რეგიონებით და მე შევეცდები ამ რუბრიკაში ეს მრავალფეროვნება ვაჩვენო. რა თქმა უნდა, ეს რუბრიკა იქნება ჩვენი მოსახლეობის ხმა განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური წარმომავლობისა. შევეცდებით, რომ ამ რუბრიკის ფარგლებში ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება, ჩვენი ქვეყნის რეგიონები, ჩვენი ქვეყნის სამზარეულოს მრავალფეროვნება და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის იმ მოსახლეობის ცხოვრება, წარმატება, ყოველდღიურობა, ყოფადობა, რომელიც ზოგჯერ ჩვენთვის უცნობია და საინტერესოა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი რუბრიკა იქნება საშუალება, რომ კიდევ ერთხელ უფრო უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი და უფრო მეტი ინფორმაცია გავიგოთ ერთმანეთის ყოფადობის, კულტურის შესახებ და ბევრი ახალი ინფორმაციაც მივიღოთ. გახალთ ხოლმე რეგიონებში თუ მარტო დავუშვათ დედაქალაქით შემოიფარგლება თქვენი ეს? აუცილებლად გავალთ რეგიონებში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი რეგიონები გვაქვს და შესაბამისად ძალიან საინტერესო ადამიანები ცხოვრობენ რეგიონებში, საინტერესო ადამიანებიც იქნება ჩვენი რუბრიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. შევეცდებით, რომ ვიპოვოთ საკმაოდ საინტერესო ადამიანები, რომლებიც წარმატებულები არიან თავიანთ სფეროში, რომლებიც ბევრ რაღაცას აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობა უფრო გაალამაზოთ. გარდა ვთქვათ იმისა, რომ ძალიან წარმატებული ადამიანები გვინდა ვაჩვენოთ და ბუნებრივია ეს არის ძალიან კარგი განსაკუთრებით დილის ეთერში, მაგრამ არის გარკვეული გამოწვევები, რომლებიც არსებობს ბუნებრივია ჩართულობასთან დაკავშირებით. თუნდაც ნებისმიერ სფეროში საჯარო სივრციდან დაწყებული კერძო სივრცეთ დამთავრებული, იმიტომ რომ მიუხედავად აღნიშნე დასაწყისში, რომ ჩვენ ძალიან ჰარმონიულად თანაარსებობთ ამ ქვეყანაში, მაგრამ აი რაღაცა ერთგვარი ინტეგრაცია მაინც გარკვეულ გამოწვევად რჩება. ესეთი სერიოზული ჩართულობა, დიდი რაოდენობით ადამიანები, რომლებიც აი რაღაცა თითქოს გარკვეულწილად გამოწვევებს შეეხება იმას, რომ ერთ სივრცეში არის თითქოს უფრო მეტად ინტეგრირებული სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები და აი მაინც ვფიქრობ, რომ უფრო მეტად გჭირდება, რომ შევერთდეთ და აბსოლუტურად ერთი უფლებით, ერთი განწყობით, ერთი სურვილით გქონდეს ქვეყნის, თქვათ, თუნდაც წინსვლაში, მართვაში და ასე შემდეგ ჩართულობა. აი ამ გამოწვევებთან დაკავშირებით იმ პრობლემებთან, რომელიც არსებობს ამ ეთნოს ეროვნულ და ეთნიკურ ჯგუფებში და მათი ინტეგრაციაზე იქნება გარკვეული აქცენტები გაკეთებული ამ რა თქმა უნდა, ეს რუბრიკა იქნება ის, სადაც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრობთ იმ საკითხებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს ამ თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ასევე აუცილებლად განვიხილავთ იმ თემებსაც, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ. არის ცნობილი თემა, რომელიც ჩვენ ვიცით, ბევრი გვისაუბრია და თვითონ პირველი არხი საზოგადოებრივ მაუწყებელს უამრავი პროექტია გაკეთებული ამ კუთხით. ეს არის სახელმწიფო ენის საკითხი, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის საკითხი, სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების საკითხი. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ჩვენი რუბრიკა იმუშავებს. ჩვენი რუბრიკა იქნება ის რუბრიკა, სადაც იქნება გაგონილი საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა. და ძალიან საინტერესო კულტურული ცხოვრება აქვს. აი თეატრია ძალიან კარგი, ორივე მიმართულებით ამ შემთხვევაში საუბრობ აზერბაიჯანულ თეატრზე, სომხურ თეატრზე, რომელიც არის საქართველოში, რომელიც ძალიან საინტერესო რეპერტუარით მუშაობს და ესეც იქნება ალბათ. და აი დღეს რა გვაქვს, რა მოგვიტანეთ და დღეს იქნებით. დღეს რადგან არის 9 აპრილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ტრაგიკული და ამავდროულად ძალიან საამაყო თარიღია. ამ თარიღთან დაკავშირებით მოვამზადე რეპორტაჟი
და ამ რეპორტაჟში თქვენ ნახავთ ადამიანებს, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, განსხვავდებიან ეთნიკური წარმომავლობით, რელიგიური წარმომავლობით და ეს ადამიანები მათი დამოკიდებულება 9 აპრილთან დაკავშირებით ჩვენ ვიყავით რეგიონში, ბოლნისის რაიონში, სოფელ ნახიდურში, იქ გქონდა ურთიერთობა მასწავლებლებთან და ვიგრძენით, რომ ამ ადამიანებისთვისაც საქართველო არის ძალიან ძვირფასი, სამშობლოა და საქართველოს ყველა ტკივილი და წარმატება მათთვისაც იგივენაირად არის, როგორც თითოეული ჩვენთაგანისთვის და ახლა ვნახოთ სიუჟეტი. მადლობა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ეს დღე უდიდეს ტრაგედიად ჩაიწერა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ეს არის დღე, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური მრწამსისა. სევდა ხალილოვა მუზაშვილი ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში 4 წელია აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობს. 9 აპრილის მოვლენები მას კარგად ახსოვს. ის დილა არასდროს არ დამავიწყდება, იმიტომ რომ მანქანების ზარი გაუჩერებელი ზარი, რომელიც ახლდა თელ ქალაქს. იყო გაჟღრიალებდა ადამიანს, ხვდებოდით რომ რაღაცა მოხდა, მაგრამ იმ მომენტში ხოიცით ყველაფერი გათიშული იყო, ტელევიზია, რადიო და შესაბამისად ბოლომდე არ ვიცოდით რა ხდება. მერე უკვე როცა გაჟღერდა ეს ინფორმაცია, რა მოხდა, რა ტრაგედია დატრიალდა იმ გამთენისას, იმ ღამეს, ყველა ვიყავით ძალიან ცუდ დღეში. მიუხედავად იმისა, რომ სევდა აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, ის უახლოესი ისტორიის შესახებ ხშირად ესაუბრება მოსწავლეებს, რადგან თვლის, რომ ახალი თაობისთვის საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზის შესახებ ინფორმაციის გაზიარება მისი პედაგოგიური ვალია. 2016 წლიდან ვარ მასწავლებელი, ვარ აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი. ბუნებრივია ძალიან მეამაღება რომ ვასწავლი ჩემ მოსწავლეებს მშობლიურ ენას, მაგრამ ჩვენ ვართ საქართველოში და ნებისმიერი საქართველოს რაც ეხება თარიღები აუცილებლად გავდივართ, მით უმეტეს ახლა 9 აპრილი ისეთი თარიღია, რაც არის ჩვენთვის ტრაგედიაც რა თქმა უნდა, მაგრამ საამაღო თარიღია ეს დღე. ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტრაგიკული ღამის შემდეგ 10 აპრილის დილას საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკი დანაშაულის კვალის წასაშლელად დასუფთავების სამსახურს ტრაგედიის ადგილის დასუფთავება დაავალა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შორის იყვნენ თბილისში მცხოვრები ქურთებიც, რომლებმაც უარი განაცხადეს დავალების შესრულებაზე და გაიფიცნენ. მაშინ ჩემი თემის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს სამსახურში გამოსვლა და მე ვფიქრობ, რომ ის ტკივილი არა მარტო ქართველი ხალხის იყო, ეს ყველა საქართველოს მოქალაქის, ვინც მაშინ იმდროს ცხოვრობდა. ამიტომ ვერანაირად ვერ იქნებოდა გამართლება იმისა, რომ ის რაც მოხდა, ეს საშინელი ტრაგედია, რომ ვინმე სხვა გადაეფარდეს. ჩემი თემის მაშინდელმა წარმომადგენლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ გამოსულიყო და პროტესტის ნიშნად ისინი იმ დღეს არ გამოვიდნენ სამსახურში. და ის ფაქტები, რომელიც სოფლიომ ნახა, ზუსტად ერთ-ერთი დამსახურება ჩემი თემისაც არის ამ იმაში. ამიტომ ის საერთო ტრაგედია იყო ჩვენი ყველა ხტელოვანი იყო 99 წლის 9 აპრილი, რომელმაც შედეგი მოიტანა. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა. დღეს ყველა ჩვენ ცხოვრობ დამოუკიდებელ საქართველოში და საქართველოს ყველა მოქალაქე განურჩევლად ეროვნებისა დღეს დამოუკიდებელია და თავისუფალია. გიორგი აგამიანი თბილისის 104 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. გიორგისთვის 9 აპრილი ტრაგედიასთან ერთად საამაყო თარიღად ითვლება. 9 აპრილის შესახებ რა თქმა უნდა მაქვს ინფორმაცია. 9 აპრილი ჩვენი სამშობლოს საქართველოს თავისუფლების დღეა და ეგ ინფორმაციას მე ვცდილობ გავუზიარო ჩემ კლასელებს და მეგობრებს. მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, 9 აპრილი ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად არის აღბეჭდილი საქართველოს თითოეული მოქალაქის მეხსიერებაში.